დავიწყოთ ვერძით, პირველობას მაინც ვერ წავართმევთ ამ ნიშანს, ხომ? თვის პირველი ნახევარი ვერძებო, გრძნობელობა მოგემატებათ განსაკუთრებით ურთიერთობებში, მეტად დაძაბული იქნებით. ამან არ შეგაჩინოთ, უბრალოდ მშვიდად გაიარეთ პერიოდი, თუ კი შეძლებთ, რა თქმა უნდა. ინიციატივები არ გამოავლინოთ, თუ გსურთ ხანგრძლივი პროცესები და არა მოკლევადიანი ურთიერთობები. ვიტყოდი, რომ მარტი ვერძებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან ზუსტად ამ დროს თქვენ მოგიწევთ გაერკვეთ საკუთარ თავში, მიზნებში და სურვილებში. წარსული უნდა დატოვოთ წარსულში და გეზი აიღოთ პოზიტიურად მომავლისკენ. აუცილებელი პირობა თქვენთვის ფიზიკური დატვირთვა არის, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაძლიერდებით ფიზიკურ და სულიერ დონეზე. ლომებო, თქვენ რაც შეგეხებათ, თქვენ ყურადღება კარიერისკენ უნდა მიმართოთ, საუკეთესო პერიოდია ახალი კავშირების დასამყარებლად, შთაგონებებს კი საყვარელი ადამიანების მეშვეობით მიიღებთ. შეგიძლიათ თამამად გამოავლინოთ სითბო, ყურადღება, სიმარტივე შეიტანოთ ემოციურ გამოვლინებებში, რაც თქვენს ირგვლივ გაზრდის კომფორტულ გარემოს. სიცოცხლის უნარიანობით შეივსებით და ეს ფასდაუდებელი ენერგია იქნება თქვენთვის. მარტის პირველიც და მეორე ნახევარიც კარგი დროა სასიყვარულო მიმართულებით. იგრძნოთ კმაყოფილება. პლანეტა ვენერა თქვენს მხარეს არის, რაც თავისთავად თავის გავლენებს მოახდენს თქვენს პირად ურთიერთობებზე. აუცილებელი პირობა ყურადღება მიაქციეთ კვებას, იმუნიტეტის საჭიროება გიდგათ. რაც შეგეხებათ მშვილდოსნებო, თქვენთვის რა გვაქვს? თქვენთვის ემოციურად მგრძნობიარე პერიოდია, მარტივად გეწყინებათ ყველაფერი და მარტივად გაგეხარდებათ. ძველი კავშირების განახლება იქნება შესაძლებელი, თუ კი ეს თქვენი სურვილიც იქნება. აქ დაფიქრება მხოლოდ იმაზე მოგიწევთ, იმსახურებენ თუ არა მეორე ან მეათე შანსებს ისინი, ვინც ვერ შეგაფასეს სათანადოდ თავის დროზე. ენერგია საკმარისი მეტი გექნებათ იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სანაცნობო წრე თქვენს ირგვლივ, რაც მეტ თავისუფლების შეგრძნებას მოგანიჭებთ. ეგ ისედაც არ გაკლიათ, მთავარი გამოწვევა ფინანსები არის თქვენ შემთხვევაში, აქ გმართებთ ბალანსის შენარჩუნება, ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ აქტივობებს, ბევრი ფეხით სეირნობა იქნებოდა კარგი.